ლაშა შაყულაშვილს, რომელიც ახლა გვერდება ისრაელიდან ზუსტად ქალაქი არ ვიცი, მაგრამ შეიძლება არ ქონდეს დიდი მნიშვნელობა, რადგან მთელი ისრაელი ზეიმობს ამ შედეგს. შედეგთან დაკავშირებით მოგვიანებით მექნება კითხვები იმ 20 პუნქტის დანარჩენი პუნქტების შესრულების პერსპექტივაზე, მაგრამ პირველ რიგში როგორი განწყობა დღეს აი ამ კონკრეტულ მომენტში ლაშა მოგესალმები და გისმენ. გიორგი, გამარჯობა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ შარშანდელი სიმხათ თორის დღესასწაულისაგან განსხვავებით წლევანდელი დღესასწაული არის ნამდვილად ბედნიერი. ამას ხშირად აღვნიშნავთ ხოლმე, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს შემოდიოდა ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე ზოგადად ებრაელი ერის ისტორიაში, იუდაიზმში, ისრაელში, რომელიც აი ეს სისხლით შეღებეს 2 წლის წინ. და ისრაელისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დღეს 20 ადამიანი უნდა ყოფილიყო საკუთარ სახლში. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, რომ 28 გარდაცვლილიც დაბრუნებულიყო თავისთან უკან. მათაც ისევე ელოდებიან ახლობლები, როგორც აი თუნდაც ცოცხალ ადამიანს ელოდებოდნენ დღეს და აი რაღაცნაირი სევდანარევი სიხარული არის. სიხარული იმიტომ, რომ ადამიანები სახლში დაბრუნდნენ. თუმცა ყველა ადამიანს, ვინც ეს 2 წელიწადი გამოიარა ისრაელში, ყოველ დღე აწუხებდა დარდი იმაზე, რომ სოფლიო უფრო მეტად ისრაელის წინააღმდეგ იკრიბებოდა გამოსვლებში, ვიდრე იმისათვის, რომ მოეწოდებინათ მსოფლიო ლიდერებისათვის, რომ აი ის ნაბიჯი გადაედგა ჰამას, რომელიც გააკეთეს დღეს, რომ ცოცხალი ადამიანები დაებრუნებინათ, იმიტომ რომ ეს ადამიანები 6 თვის წინ უფრო მეტი იყო ცოცხალი 68 გარდაცვლილიდან 1 წლის წინ კიდევ უფრო მეტი ადამიანი იყო ცოცხალი. ამიტომ რაღაცნაირი სევდა არის ერთ-ერთი გარდაცვლილი მძევლის მშობლებმა ძალიან ემოციური ვიდეო გაავრცელეს დღეს, სადაც რამდენიმე რელიგიური ტექსტი წაიკითხეს და იქაც ახსენეს, რომ ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ის მაინც დაბრუნდეს უკან, ვისაც ამის საშუალება აქვს. თუმცა, რაც შეეხება მოლოდინებს, არიან ადამიანები, რომლებიც დღევანდელ დღეს სიხარულის გარდა შიშით უფრო მეტად უყურებენ. ჩვენი დიასპორა არ მომცემს იმის უფლებას, რომ არ ვახსენო ჩვენთვის ყველაზე შემაშფოთებელი რამ. 20 ძევალში დღეს ისრაელმა გაათავისუფლა 1968 ძალიან მძიმე დანაშაულში ბრალდებული პალესტინელი ქალი, კაცი, მათ შორის ბავშვიც. ეს ადამიანები 154 გაუშვეს ეგვიპტეში, ანუ გაარიდეს ამ რეგიონს საერთოდ. და სადღაც 88 ადამიანი აღმოსავლეთ იერუსალიმში და აი დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე გაათავისუფლეს. ანუ ეს ადამიანი შეიძლება მე რომ მაგალითად 2 კვირის შემდგომ ავალ მატარებელში იერუშალაიმში, ეს ადამიანი შეიძლება მე მეჯდეს წინ და მე არ ვიცოდე ის ვინ არის. ამიტომ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 27-იან ნატანჯ ადამიანში ისრაელმა გაათავისუფლა 1968 ბოროტმოქმედი ადამიანები, რომლებიც ცოცხლად წვავდნენ და აუპატიურებდნენ ბავშვებს 1989 წელსაც კი. ამიტომ ბედნიერება არის, თუმცა ის თუ რა იქნება ამ მშვიდობის შეთანხმების შემდგომ, ამაზე ალბათ უკვე დაწყებული არის დარდი. აი ლაშა, ჩემი შემდეგი შეკითხვა ეხება უკვე ისრაელის შიდა პოლიტიკურ კონიუნქტურას. ძალიან განსხვავებული პოლიტიკური ფრაქციები არის, მათ შორის პარლამენტშიც და ერთის მხრივ არსებობდა მოლოდინი, რომ შეიძლება პრობლემები შექმნებოდა ამ შეთანხმების რატიფიცირებას თავად პარლამენტში ყველაზე მემარჯვენე ჯგუფების მხრიდან, ზუსტად იმ საფრთხეების გათვალისწინებით, ძირითადად რაზეც შენ საუბრობდი, მაგრამ გადაძლია 20 ცოცხლად არჩენილი ადამიანის გამოყვანის სურვილმა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ აი ამ გაწელილმა ომმა და მართლაც უზარმაზარმა ჰუმანიტარულმა კრიზისმა, რომელიც შეიქმნა, იმიტომ რომ ეს ომი წარმოებდა სრულიად გასაგები მიზეზის გამო, მაგრამ ამას ბევრი უდანაშაულო ადამიანიც ეწირებოდა. თავად პალესტინის მიმართ ძალიან ბოდიშით, თავად ისრაელის მიმართ ძალიან არასასიამოვნო ტალღის აგორება გამოიწვია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და ამას მოყვა მათ შორის პალესტინის არარსებული
სახელმწიფოს აღიარებების კასკადი ევროპული სახელმწიფოების მხრიდან. ამიტომ მე არ მინდა რომ გავაფუჭო დღევანდელი სადღესასწაულო განწყობის გემო, მაგრამ ზოგიერთები ამბობენ იმას, რომ გამოდის, რომ ნაწილობრივ 7 ოქტომბრის აი ამ ტერორისტულმა, სასტიკმა, ცხოველურმა, არაადამიანურმა აქტმა ცივილიზაციის და მათ შორის ცხადია პირველ რიგში ებრაელების წინააღმდეგ ნაწილობრივ მიაღწია გარკვეულ შედეგს. და მეორეს მხრივ კიდევ თავად აი პარლამენტში დღეს ვნახეთ და ბევრი მეკითხებოდა ვინ იყო ის პარლამენტარი რას ყვიროდაო, როცა პრეზიდენტი ტრამპი გამოდიოდა პალესტინა აღიარეო მოუწოდება თუ არ ვწდები ის ძალიან მემარცხენე პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი არის. დემოკრატია ისრაელი და აი ამ დემოკრატიის პირობებში რო ახერხებს ეროვნულ კონსოლიდაციას და ამ ძალიან მტრულ გარემოში ესეთი სერიოზული შედეგების მიღწევას ეს რა თქმა უნდა ძალიან დასაფასებელია, მაგრამ შიდა პოლიტიკურ კონიუნქტურაზეც მაინტერესებს გითხრა ორი სიტყვა და კიდე ერთს დავამატებდი. ბოდიში ტრამპი რო გამოდიოდა დღეს ნახევრად ხუმრობით პრეზიდენტს მიმართა რომ იქნებო შენ შეიწყალო ნეთანიაჰუ ჩვენ ვიცით რომ სისხლის სამართლის საქმეები მიმდინარეობს მის წინააღმდეგ და აი ეს დეტალები რო აგვიხსნა თუნდაც დღევანდელი დღის რა იყო საინტერესო. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის იმის გაგება რომ როდესაც სოფლიო მედიამ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, 3 დღის წინ რომ თითქოს ომი დასრულდა, აი ბევრი ესეთი ახალი ამბავი შეხვდებოდათ ინტერნეტში. ამ პერიოდში ისრაელში არანაირად არ იყო პოლიტიკური სპექტრი ჩამოყალიბებული იმაზე, რომ ომი დასრულდა. ისრაელის მოსახლეობას ამ წამს ძალიან მკაფიოდ, სანამ გამოუშვებდნენ მძევლებს ყოველ შემთხვევაში დღეს დილამდე, ძალიან მკაფიოდ ესმოდათ, რომ არავითარი ომი არ დასრულებულა, უბრალოდ არის რაღაც შეთანხმება, რომლის პირველი ფაზა უნდა შევიდეს ზალაში. ეს ფაზა იმიტომ უნდა შევიდეს ზალაში, რომ ვინც დარჩა ცოცხალი, ის დაბრუნდეს. თუმცა არავითარი ომის დასრულებაზე კონსენსუსი ეს მარტო პოლიტიკურ სპექტრში არა, თითოეულ მოსახლეობაშიც არ არის. თქვენ ძალიან სწორედ აღნიშნეთ, არის ისრაელის პოლიტიკური არაერთი პარტია, რომელიც არ ეთანხმებოდა აი ამ შეთანხმებას, არ ეთანხმებოდა იქიდან ღაზის სექტორიდან ისე გამოსვლას, რომ იმ გვირაბებში ისევ არის დარჩენილი ის ზალა, რომელიც შენს არსებობას ფიზიკურად არ აღიარებს და სანამ ტრამპი არ ჩამოვიდა დღეს დილას ბენ-გურიონის აეროპორტში. მანამდე ძალიან ბევრი პოლიტიკოსი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ამ შეთანხმების ხელისმოწერას. იქ არის ძალიან ბევრი ულტრამემარცხენე ძალა, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსგავს შეთანხმებებს და როდესაც დილას დაჯდა ტრამპის თვითმფრინავი ის გადმოვიდა და ერთ-ერთი პირველი რაც თქვა იყო ის, რომ აი ომი დასრულდა და შემდგომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა The Times of Israel-ზე გამოაქვეყნეს თავიანთი განცხადება, სადაც აღნიშნეს, რომ იცი რა არის, ჩვენ გადავდებთ ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს, მათ შორის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან დაკავშირებით, აი ტრამპის ვიზიტიდან გამომდინარე იმისათვის, რომ რაღაცა მშვიდობას მივაღწიოთ. ბოლო 2 წლის განმავლობაში ისრაელის მოსახლეობა ძალიან დაერია ერთმანეთს. ალბათ ვინც ადევნებდა თვალში შეამჩნევდა რომ ძალიან დიდი დაპირისპირება იყო. იყო ნაწილი მოსახლეობის, რომელიც სთხოვდა თავრობას, იყო მოსახლეობის ნაწილი, რომელიც დასავლეთისაგან მოითხოვდა მეტ ჩართულობას, სლოგანებიც კი იყო ორად. აი ხა ვინც ისრაელში აკვირდებოდა მოვლენებს, იცის რომ ერთი იყო bring them home now, ჩამოიყვანეთ ისინი სახლში ახლავე. ეს სლოგანი ზოგადად მთავრობას ეხებოდა და იყო მეორე სლოგანი let them go now, ანუ გამოუშვით. ეს აი ამ მოსეს ისტორიიდან იყო let my people go, გაუშვ ჩემი ხალხი, რომ ჩვენ მთავრობას არ უნდა ვთხოვდეთ ჩვენი მძევლების გამოშვებას, ჩვენ სოფლიოს უნდა მოუწოდებდეთ, რომ მათ როგორმე რაღაცა ზალა იქონიონ არ ვიცი ჰამასზე ან მის მხარდამჭერი ირანზე, რომ გამოუშვან ეს მძევლები. თუმცა ამ 2 წლის განმავლობაში რადიკალურად გაუარესდა სოფლიოს ებრაელობის მდგომარეობა. ჩვენ ქართველებს, როდესაც ლესელიძეზე ჩავივლით და ჩვენი თბილისის დიდი ლოცვის, ახალციხელების ლოცვის კარი ღია და შეგიძლია ნებისმიერ დროს შეხვიდე შიგნით, მე მგონი ერთადერთი ქვეყანა არის საქართველო, სადაც მე ვარ ნამყოფი, სადაც დღეს ესე თავისუფლად შეიძლება რომ ადამიანი იყოს ებრაელი. სხვა ქვეყნებში სინაგოგებს არამხოლოდ პოლიცია, იტალიაში ჯარი იცავს.
პოლიცია უკვე საკამანისი აღარ არის. მე აბრეშუმის გზის ექსპედიციაში ვიყავი რამდენიმე კვირის წინ და ცენტრალურ აზიაშიც იმდენად მძიმე არის ებრაელების მდგომარეობა აი ამ 2 წლის განმავლობაში. რომ რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი თვითონ ებრაელი, რომელიც ისრაელს ადანაშაულებს ამაში, თუმცა მე მინდა ყველას შევახსენო, რომ არსად არ წასულა ის ანტისემიტიზმი, რომელიც იყო გამძნვარებული მსოფლიოში და რომელსაც დღეს ჩვენ უყურებთ. უბრალოდ ბოლო პერიოდში გამოჩნდა ძალიან ბევრი სასარგებლო იდიოტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ანტისიონიზმი, ანტისემიტიზმი არ არის. სიონიზმი არის, რაზე დგას ისრაელის სახელმწიფო. როდესაც ლონდონში გამოდის 30,000 კაციანი აქცია და ამბობს, რომ ჩვენ ვებრძვით სიონისტურ რეჟიმს, ყველა ადამიანი, რომელიც სიონისტურ რეჟიმს ებრძვის, ავტომატურად არ აღიარებს ისრაელის სახელმწიფოს არსებობას. ისრაელის სახელმწიფო ვერ იარსებებს ვერანაირად სიონიზმის გარეშე. მე ამას უხსნი ხოლმე. ისრაელის სახელმწიფოს არსებობის აღიარების უფლებაზე დგას ეს ყველაფერი და ამ ხრივ ყველაფერი თითქოს გასაგები უნდა იყოს. თუმცა ის რომ ცეცხლი შეწყდა, ის რომ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ნაწილები ტოვებენ ამ ტერიტორიას, რა თქმა უნდა ადგილზე საფრთხე ზრდის, მაგრამ მეორეს მხრივ ახლა ალბათ უფრო მეტად იმ გარანტიების შესრულებას უნდა ადევნოს მთელმა მსოფლიომ თვალი, რომელიც დიდმა მოთამაშეებმა აიღეს ღაზას სექტორის რეკონსტრუქციასთან მიმართებაში. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, ჯერ კიდევ ბევრი ბუნდოვანება, მაგრამ პერსპექტივა იმისა, რომ საქმე რომელიც დაიწყო მანამდე და თავადაც 7 ოქტომბერიც ირანის ზურგით რატომაც მოხდა ერთ-ერთი მთავარის დიდი აბრამისტური შეთანხმების ჩაშლა იყო, დღეს ეს თემა კვლავ ძალიან აქტუალური გახდა, ტრამპმა ისაუბრა ამის თაობაზე კნესეტშიც და მისი ძველი მონაწილეები მზად არიან ახალი სული შეძინონ ამ ხელშეკრულებას. რა გავლენას მოახდენს ადგილზე უშუალოდ აი ღაზას სექტორის ან დასავლეთ ბანკის პალესტინელების განწყობაზე? დიახ. თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ აბრაამის შეთანხმება. ხვალ ისრაელში ელოდებიან ინდონეზიის პრეზიდენტს ოფიციალური ვიზიტით და ძალიან აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ინდონეზია გახდება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც სამშვიდობო ძალებში აბრაამის ხელშეკრულებაზე საუბრობდი, თუმცა ინდონეზია იმიტომ უცბად შემოგეჭერით, რომ ინდონეზია ერთ-ერთი ქვეყანა, იქ სამშვიდობო ძალები უნდა ჩადდნენ ერთ-ერთი ვერსიით და ინდონეზიაზე იყო საუბარი. სხვა შორის აზერბაიჯანზეც იყო საუბარი, ესეც საინტერესოა. აზერბაიჯანში ძალიან აქტიურად მუშაობს ისრაელის სახელმწიფო აბრაამის შეთანხმებასთან დაკავშირებით. უამრავი წამყვანი ისრაელელი ინფლუენსერებს ჩვენ რო ვეძახით ამ წუთას არიან აზერბაიჯანში და ძალიან აქტიურად მუშაობენ იქ ადგილზე. ნამდვილად განიხილება აზერბაიჯანი ერთ-ერთ სახელმწიფოდ, რომელიც უნდა შეუერთდეს აბრაამის შეთანხმებას. ინდონეზია თითქმის გადაჭრით ვიცით, რომ იქნება ისეთი ქვეყანა და ტრამპის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო დღეს შარმელ-შეიხში ზუსტად ამაზე, რომ არავის ვისაც მანამდე ღაზა და ირანი ჰქონდათ და მიზეზად მოტანილი, რომ ამიტომ ვერ უერთდებოდით აბრაამის შეთანხმებას, დღეს აღარც ღაზის და აღარც ირანის ფაქტორი აღარ არსებობს, რაც თქვენ გაკავებთ, რომ შეუერთდეთ. რაც შეეხება თვითონ ისრაელის კონტროლირება ტერიტორიაზე მცხოვრე პალესტინელ მოსახლეობას, აქ სიტუაცია არის ძალიან რთული. ისრაელმა კატეგორიულად განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების არც ერთ შემდგომ ეტაპზე იქნება ეს ღაზას სექტორის განაშენიანება თუ ასე შემდეგ, პალესტინის ავტონომია, ანუ PA, რომლის მმართველობას მაჰმუდ აბას აბარია, არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს. ამაზე ისრაელი არანაირ დიალოგზე და კონსენსუსზე არ წავა გამორიცხულია. შესაბამისად, ის თუ ვინ უნდა ჩაანაცვლოს აი ამ ძალამ და ენდომებად თუ არა პალესტინელებს ამ ძალასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, ეს იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა. მე რამალაშიც ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ნაბლუსშიც, შხემშიც და იქ საერთოდ სხვანაირი დამოკიდებულება არის. მინდა რომ ჩვენს მაყურებელს აუხსნა, რომ დასავლეთ სანაპირო, ანუ West Bank დაყოფილი არის 3 ზონად. ერთს მხოლოდ ისრაელი აკონტროლებს, მეორეს ორივე ერთად აკონტროლებს, ისრაელი და პალესტინის ეროვნული ავტონომია და მესამეს მხოლოდ პალესტინის ავტონომია აკონტროლებს. აქ სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული არის. აი მაგალითად, თუნდაც ამ West Bank-ში 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ
ათასობით ტერორისტი არის აყვანილი. იქ ჰამასის და ჰეზბოლას ძალები და პალესტინის ისლამური ჯიჰადი ძალიან აქტიური არის. არის ქალაქები, სადაც ისრაელს შესვლის უფლება არ აქვს და შესაბამისად ჩვენ ვერ შევდივართ. იქ ძალიან ძლიერი არის ჯერ კიდე ეს ტერორისტული ორგანიზაციები და მათი ამოძირკვა იქ არავის არ დაუწყია. შესაბამისად, აი მაგ ძალებთან როგორ იმუშავებს ეს ახალი ადმინისტრაცია, რომელსაც აი ეს ეროვნული ადმინისტრაციის ფუნქცია უნდა გადაიბაროს, ეს ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება. კი, წინ ძალიან ბევრი გამოწვევა. ძალიან, მათ შორის ბევრი ბუნდოვანება, მათ შორის ამ ადმინისტრაციის უფროს ერთ-ერთ კანდიდატად ბატონი ბლერიც, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დასახელ და ნახოთ, ამ ეტაპზე დღევანდელ დღეს ნამდვილად მოსალოცად არის საქმე იმ მხრივ, რომ მძევლები გათავისუფლებულია, სამწუხაროდ დაუპულების, სხედრების, მაგრამ გადმოცემა რაც ოჯახებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შედგა და მიმდინარეობს და ძალიან დიდმა მოთამაშეებმა აიღეს სერიოზული პასუხისმგებლობები ისრაელსა და პალესტინელებს შორის გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის კუთხითაც და პრეზიდენტ ტრამპის ამბიციები და შეერთებული შტატების ჩართულობის ეს ხარისხი დასაფასებელია და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგებს მოკლევადიან პერიოდში მაინც მნიშვნელოვანს მოიტანს. რამის დამატება ხომ არ გინდოდა ლაშსანამ დაგემშვიდობებით? დიახ, ერთ რამის დავამატებ, რომ ტრამპის ფაქტორის დროს, როდესაც საქმე ეხება ისრაელს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტრამპი თავის შვილებიდან ერთ-ერთ შვილს არჩევს და უყვარს განსაკუთრებულად. ტრამპი თავის თავს ყველაზე მეტად მის ქალიშვილში ივანკა ტრამპში ხედავს და უყვარს გამორჩეულად. ივანკა ტრამპი არის ებრაელი, რომელმაც იუდაიზმი მიიღო და გაიარა ძალიან გრძელვადიანი პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში. და შვილებს ზრდის ძალიან მორწმუნე რელიგიურ ებრაელებად. კუშნერების ოჯახის დიასახლისია. კუშნერების დიახ. და თეთრ სახლშიც, როდესაც მიღებები არის ქაშრუთი, ანუ ებრაულ წესჩვეულებების მიხედვით საჭვლის მომზადება ძალიან მკაცრად არის დაცული. ამიტომ ყველას, ვისაც აინტერესებს ეს ადამიანი როგორ გააგრძელებს ისრაელში მიმდინარე ამ შეთანხმების კონტროლს, უნდა ახსოვდეს, რომ მისი საყვარელი შვილი ივანკა ებრაელია და სანამ ტრამპი ჩამოვიდოდა, 2 დღით ადრე ჩამოფრინდა ისრაელში და გუშინ გოდების კედელთან ქალების განყოფილებაში მივიდა, ილოცა და ფოტოებით გაავრცელებინა მედიას. აი ეს ფაქტორი არ დაავიწყდეს. საინტერესო დეტალია, რომელიც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ნაწილია ამ საერთო სურათის. ლაშა, ძალიან დიდი მადლობა.